ჩვენი კლუბის წევრია და მან ბევრი რამ იცის ჩვენი კინოთეატრის შესახებ, ამიტომ ამენის რამდენიმე კითხვას დავუსვამ. რა არის ჯანისული მამა? არიცი? არა, იგი არის ვაგრებიში. სუაბერები ხოლმე ჯანისული მამა რა? კინოთეატრი მართალია, კინოთეატრი ვისთვის, ბავშვებისთვის თუ უფროსებისთვის? ყველასთვის. ყველასთვის. ხო, მაგრამ ჩვენი კინოკლუბის წევრები არიან 12 წლამდე ასაკის ბავშვები, რამდენი ფილმებსა ჩვენ თხოვე არა? ხასასაცილო, ხასეიდროს, ხანდაზეს. მართალია, ჩვენ კინოთეატრში სხვადასხვა ჟანრის ფილმები არსებობს. რამდენი ფილმი ნახულობთ ხოლმე მთელი წლის განმავლობაში? სულ 9 ფილმი არის ხოლმე ჩვენს კინოთეატრში, ვიწყებთ ხოლმე სექტემბერში და მთავრდება მაისში. როგორც სკოლა იწყება და მთავრდება ესე ზუსტად თვეში ერთ ფილმს ვაჩვენებთ ხოლმე, როგორც ამბები მითხრა სხვადასხვა ჟანრის ფილმებს ვნახულობთ, ჩვენთან ანიმაციური ფილმები არის ხოლმე. ხანტი-ხანი, როგორც ხდება. კარგი, მადლობა ამელი დაჯექი, დიდი მადლობა, ტაში დავუკრათ ამელის. მოკლედ, ამელი ჩვენ ვიქრა ახლა რომ ეს არის კინოთეატრი ბავშვებისთვის, სადაც 6-12 წლამდე ასაკის ბავშვები მოდიან, ესწრებიან ფილმებს და თითოეული სეზონი აიწყება თავიდან, ძველი ფილმებიდან და მიდის ბოლომდე ჩადის თანამედროვე ფილმებამდე. დღევანდელი ფილმი არის კიკის საფოსტო სერვისი. იცით რა არის ეს? ანიმე ვის უყვარს ანიმე? ანიმე, გიყვარს ანიმე? შენს გიყვარს ანიმე? რა ფილმებს უყურებთ ხოლმე? რა მხატვრულ ფილმებს ანიმეში? ნარუტო. კიდე? ლუფისი. ხომალო? დემონების პეტრი ხვანი. კიდე? ჯიჯიკი. კიდე? ესეთი ანიმეს მოყვარულების ხერხად, კიდე? მაგიური ბრძოლა. ეხლა მეგეთქვით ანიმეს ისტორია, იცით საიდან არის? ეს არის იაპონია. იაპონია როგორც ტრადიციული ქვეყანა, თავიდან ანიმე იყო მანგა ბავშვები. მანგა იცით რა არის? დაახლოებით ჩვენი ჟურნალი როგორც არის. მანგას წერდნენ მშობლები ბავშვებისთვის. ადრე როცა ჯერ კიდევ ფილმები არ არსებობდა, მანგას წერდნენ მშობლები ბავშვებისთვის, ზღაპრებს. უხატავდნენ ფურცლებზე და იქ პატარა ისტორიებს წერდნენ. და ამ ფურცლებს ათვალიერებდნენ ბავშვები და ამით ერთობოდნენ და ეს იყო ზღაპრები და ასე შემდეგ. იაპონიაში იყო ეს ტრადიციული მანგა, ესე ერქვა. და ამით ბავშვები ერთობოდნენ და ძალიან ბევრი მანგა არსებობს, იმიტომ რომ ყველა მშობელი ქმნიდა თავისი შვილისთვის ინდივიდუალურ ზღაპარს. და ამას უხატავდნენ ხოლმე. იაპონელები ძალიან მშრომელი ხალხი არიან. მაგრამ შემდეგ გავიდა დრო და ჩვენი მანგა, ზღაპრები გადაიქცა ანიმედ. ანუ ეს არის ძალიან ტრადიციული ძველი ჟანრი ბავშვებო, რომელიც იყო მანგა და გახდა მერე ანიმე და უკვე გადაინაცვლა კინოეკრანებზე. და ჩვენი გმირი დღეს არის სტუდია ღიბლისგან შექმნილი. რა არის სტუდია, იცით? სტუდია რა არის? კი, სტუდია შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ აი კინოში სტუდია რა არის? სტუდიაში გასაკეთებია. იღებენ ფილმებს. იღებენ ანიმაციას, იქ მუშაობენ. იქ იქნება ჩვენთვის ფილმები, ანიმაციები და ასე შემდეგ. თქვენი აზრით ანიმეს პირდაპირ იღებენ თუ ხატავენ? ხატავენ, ხო? და ხატავენ ერთი მოქმედება, რამდენი ნახატი უნდა გააკეთოს, ბევრი, ხო? წაგვიგიდეთ, ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს იმისთვის, რომ ანიმე შექმნას. ანუ ისინი ხატავენ თითოეულ გმირს და ასე შემდეგ. და ამისთვის არსებობს ბევრი სტუდიები იაპონიაში. ერთ-ერთი ცნობილი სტუდია არის სტუდია ღიბლი, ესე ქვია. ნუ ღიბლი, ასე ქვია. რომლის დამფუძნებელიც არის ჰაიაო მიაძაკი. ჰაიაო მიაძაკი არის ანიმეს ერთ-ერთი წარჩინებული რეჟისორი, ბავშვებო, რომელმაც გადაიღო უამრავი ანიმეები და მისი ანიმეები და მისი ასე ვთქვათ ანიმაციები არის ყველაზე ცნობილი. ანუ როგორ გითხრათ, თუ ფილმებში ჩვენ გვყავს ჩარლი ჩაპლინი, გვყავს მელიესი, გვყავს ბასტერ კიტონი და ასე შემდეგ, რომლებიც ძალიან მაგრები იყვნენ. ლორელი და ჰარდი გახსოვთ, წინაზე რომ ნახეთ. ლორელი და ჰარდი და ასე შემდეგ.
ანიმეში არის ჩვენთვის ჰაიაო მიაძაკი, რომელიც დღემდე ცოცხალია და ის მან დაასრულა უკვე აღარ ის როგორი შარშან გადაიღო ბოლო ანიმე და უკვე ბედერია და თქვა რომ მეო აღარ გადავიღებო, იმიტომ რომ უნდა გამგზავნო ახალგაზრდებაო. მოკლედ ანიმეს ისტორია საიდან მოდის? იაპონიიდან. ანიმე თავიდან რა იყო? მანგა არის. მანგა არის იაპონელი ბავშვებისთვის მისი მშობლები იღებდნენ ფურცლებს და ხატავდნენ რაღაცებს. ეს ისტორიას ხვდებოდნენ ასე. მე ბევრმა ჭკვიანმა იაპონელები ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან და დისციპლინა უყვართ. მათ გადაწყვეტეს რომ ეს ნახატები გადაექმნათ ანიმაცია და გაჩნდა ანიმე. ანიმეს გმირები როგორები არიან? დიდი თვალები აქვთ. ხელები ეწერებოდეს შეიძლება, მაგრამ ყველაფერი მაინც უნებრივია, ხო? კიდე? ზოგ შეიძლება ეს თვალი კონდეს. მაგრამ ჩვენი ჰაიაო მიაძაკის ფილმები ძირითადად არის არ არის ფანტასმაგორია, არ არის ფანტასტიკური. ხვდებით რას ვამბობ, ანუ არ არის ფანტასტიკის ჟანრის. ის ძირითადად ცდილობს რომ ემოციებზე ითამაშოს, ძირითადად ჰაიაო მიაძაკის გმირებს თვალები აქვთ დიდი და როდესაც ან ეთირებათ, ან სიხარული მოდის თვალებიდან, ის ძალიან შესამჩნევი და ძალიან გასაგები არის. ამიტომ ჰაიაო მიაძაკი ბავშვებს ძირითადად ყველას ძალიან უყვარს. და ჩვენ დღევანდელი გმირი არის კიკი. ვინ არის კიკი? იცით? კიკი პატარა გოგონაა თუ დიდი ბიჭია? პატარა გოგონაა, ხო? პატარა გოგონა რომელიც რა შვება? ქალაქისთვის ჩადის გმირობებს, ხო ასეა? ის მას ის ეხმარება ხალხს რომ გადავიდნენ ქუჩაზე, ის ეხმარება კატას რომ ჩამოიყვანოს ხიდან და ასე შემდეგ. გმირია ეს გოგონა, ხო? თქვენ გინდათ რომ იყოს გმირები? არა. ეს ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. ხო, გმირობა ვისაც არ უნდა და ამბობს რომ არ მინდა გმირობა, ჩემთვის ის ადამიანი ყოველთვის ყველაზე მოწიფებია. იმიტომ რომ თუ არ ხარ გმირი, არ შეიძლება გმირობა გამოიგო. რაცხადის უნდა იყო. მე მომეწონა ეს ისე. ხესზე. შენ გინდა გმირობა? არა. შენ გინდა გმირობა? აი რა ქვია შემოჩა. გამოიქცე ნაშტა უკრა ჩვენებობას. ძალიან გავხარ პეპიცი. პეპიცი? პეპიცი ხო გვიდია? ხიარული. შენ გიყვარს პეპის გზელზე? კი. და გინდა რომ პეპისნაირად იქცეოდე? ხიარული და გიყვარს? მულტფილმები? იხარ, გვირი როგორ გვირი გინდა რომ იყო? რა უნდა გააკეთო? კიდევ ერთხელ შეიძლება ელენეს მინდა რომ ძალიან დიდი ტაში დავაკრათ, იმიტომ რომ ძალიან მოხდა და ძალიან აფეთქებია და ის მართლაც გმირია. იცი რომ ჩვენი კიკით შენნაირია? გმირია ისიც. კარგი, შენ ვერანაირ მითხარ ჯადოს უმამოში. პირველად? მეორე თუ პირველად? რამდენი წლის? 5 ტაში დავაკრათ. ელენეს ჩვენი მომავალს. მოდი რომ შევაჭამოთ და ბევრი ლაპარაკი დავაგზავნოთ ბავშვებო. დღევანდელი ჩვენი კინოჩვენება არის ანიმესთან დაკავშირებით, ანუ ანიმე, ჩვენ გავიგეთ რომ ანიმე არის იგივე მანგა. ანუ ძველ დროში სამი ფილმი გაჩნდებოდა იყო მანგა, ზღაპრები, მე ეს გახდა ანიმე. ერთ-ერთი სტუდია არის ღიბლი, რომლის დამაარსებელიც არის ჰაიაო მიაძაკი, რომელიც იაპონელი რეჟისორია და რომელიც იღებს ანიმეებს, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩვენს გულებთან და ჩვენს სურებთან და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით რომ კიკი არის გმირი გოგონა, რომელსაც ქალაქი უნდა გადაარჩინოს და ნახოთ როგორ გვახერხებს ამას. კარგით. ეხლა წესებზე გადავიდეთ, ჯადოს უმამაში არის წესები. მოკლედ, პირველი წესი არის რომ მობილურები არ უნდა ჩავთოთ. რატო არ უნდა ჩავთოთ მობილურები? სხვა ვაშევთ, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ შეიძლება თქვენ ჩვენზე ვჭდოს უნდა რომ უყუროს ფილმს. ამიტომ შემოგულები დაგირეკავს და ყურადღება გადადის მობილურზე. კიდე რას ამშვენებთ ჩვენ კინოთეატრში? არ ჭამთ. არ ვსვამთ. არ ვაპარაკობთ მართალია, უკაცრავად. კიდე სიგნალს მოდიდოდა. არ ვაპარაკობთ. ხო, ეხლა ჭამასთან დაკავშირებით და პეპსისთან დაკავშირებით.
მოკლედ არსებობს ორნაირი კინო ბავშვებო. ერთი არის ისე Pepsi ხო, კიდევ პოპკორნის ოჯახის ცხოხრაშუებს. არსებობს ორნაირი კინოთეატრი. ეს არის კლასიკური კინოთეატრი, სადაც არ იყიდება არანაირი პეპსი და არანაირი პოპკორნი და არის კომერციული კინოთეატრი, სადაც თამაშებიც არის, პოპკორნიც იყიდება, პეპსიც იყიდება და ბავშვები ძალიან ერთობიანია. მაგრამ კლასიკური კინოთეატრი იმისთვის არის აუცილებელი, რომ ადამიანები მიდიან მხოლოდ და მხოლოდ ფილმის საფრთხე. სერიოზული ხალხიდან ისაც ფილმები ძალიან მოყვარს. ეს არის მეორე წესი, მესამე წესი. არც კიდევ ერთი წესი, ეს მე შემეხება, მე ვარ ირაკლი, ჩემი სახელია ირაკლი, ძალიან სასიამოვნოა. მე პროფესიით ვარ მსახიობი. მე პროფესია არ ამიჩებია მასწავლებლის. ამიტომ, როდესაც მეძახიან მასწს ან მასწავლებლებს, ცოტა უხერხულად ვარ ხოლმე, იმიტომ რომ მე მასწავლებლის წინაშე ქეთს ვიხრი, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი პროფესიაა და ამიტომ ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვიყოთ, კარგით? არ ვიყოთ მეგობრები? ელენე გვირმა ელენე არ ვიყოთ მეგობრები. შორს მიდის მისი ფიქრები ესე იგი, ქალაქი უნდა გადაარჩინოს. მოკლედ, მე თქვენი მეგობარი ვარ ირაკლი, რომელმაც შეიძლება ოდნავ მეტი ვიცი კინოს შესახებ და მინდა რომ თქვენთან ერთად ვიმოგზაურო. ამიტომ თქვენგანაც მოვითხო ხოლმე ჩართულობას. ჟურნალები უნდა წავიკითხოთ, მოევზადოთ ხოლმე ჩვენებისთვის და რომ ყველამ ერთად ვილაპარაკოთ, რა ფილმი უნდა ვნახოთ, ხო? შევთანხმდით? კარგი. მაშინ ჩვენს ტრადიციას მივმართოთ, ესე იგი, სად ვართ ჩვენ? არა, რაფია კინოთეატრის? აბა, სად ვართ? უფრო ხმალაღო. შეიძლება რა. რა. მე საფრთხე მისთვის რომ შეიძლება თავად წავო. ფრენცისკა? და ვინ? ხო, მე ირაკლი. ოიჯმა. მე ოიჯმა ვარ მაგალითად. ეს მობალი დადის გმირების სკოლა. იცი? სადაც. მირიდა? მირების სკოლაში. მირების სკოლაში. ეგ სკოლა. და შეიძლება ეს მირების სკოლაში. ой, нega, უსილებელი საგანცდაა. ხო, კარგი, მოდი ჩვენ ფილმის ჩვენ გავდოდა. მაგას გეუბნები, პრობლემა წინაშე, რა. ფერსკე საინტერესებს, რომ არსებობს თუ არა ხალი გმირი. ხალი გმირები. ჩვენ და რა შეიძლება? მაშინ მაინტერესებს? ჩემი მომავალი აბაზდა დაგეგმე, რა ხობია? მე უნდა გმირი გამოვიდე, იცით რომ რამეს ამოხარს? მეგობრ სკოლაში არის დიდი ხალხი მოსა. დააკვირდი მანდარის ჩვენთან რატო ჯერეთი დავალება მქონდა რომ უნდა მენახა ფილმი. მიქალზე. აჰა. დააკვირდი. მიქალზე. დიახ, მოვიარე ხელი ქალაქი, მაგრამ თქვენ ნახეთ? და მიქალზე როგორ ვერ ნახეთ რა? ო, ეგ არის, სად არის? აბა როგორ ფილმში მიქალზე? ჩამოყალე. Gardele, ide? Robin Hood. Gardele, ide? Spider-Man. Gardele. Ah, ez u evo sad govorim. Baš je statistika, tko je tu
და შევხვდებით მის გოგონებს, რომლებიც ფილმში არსებობენ. შეგვიძლია პირველი ვნახოთ? პირველი? ეს არის 2012 წელს გადაღებული. ყველანი კაცები არიან, მაგრამ ერთი გოგონა არის იქ თუ ხედავთ. ერთი გოგონა! ნახე რა საშინელი სტატისტიკა უბრალოდ ამდენი კაცები ერთო. რა მოხდა მე ერთი ხო რა მოხდა? კარგი, მოდ მე კიდე გაგიხსენე. შემდეგ. ჰეიდი. ეს არის 1942 წელს გადაღებული ფილმი. აი ჰეიდი, გმირი გოგონა. რომელიც ათვალიერებს სურათებს ცოტა არა რატომ და გავიგე საოცრად ნახეთ ის ფილმი ანუ ეს დიალოგი გმირია აი თქვენ წამოიგეთ და გმირია იცით რა იმიტომ რომ იმ დროში ემოციის გამოხატვა ძალიან დიდ გმირობა ითვლება ой ცარაში მარიეცი გოლე რა იცი ამას სკოლაში მას მაგიას უგასწავლია ჩადოყრა შენ გულით რომ გმირი ნოტი ჯადოქრობა არა შენ პირველ წელი მოხალისებია აჰა რასაკი ბავშვი ფორმალები რაღაცეებში აი რა შენ ზაკადაკეთონ აჰა სკოლები ხეზე არ დაკატა და ჩამოვიყვანო ზაღლი შედება კაბია მოდ მე ხა ყველაზე საყვარელი გმირი შემოვინახეთ თქვენთვის შემდეგი მესამე გმირი რა თქმა ყველასათვის საყვარელი პერი ნახეთ როგორია ის არის ჭკვიანი გაბედული ხალისიანი ძლიერი და რასავალი ამას უნებრივად აკეთებს ის უბრალოდ ასეთი ელემენტი არ არის პერი შეგიძლია არ ყველა საერთოდ არ ვიცი რომ პერი თქვენზე ასეთი შევეძლება მოახდინა ის მართლაც ასეთი საოცარი აი ესეთი ფილმი აი მე ის ამ ჩადოსული ისე ძალიან არა ეს უნებრივად ასეთია გმირი როგორ გახსნე კარგი შემდეგი დახო იცი რა დრამა ეს გონია რომ აქ განსხვავებაში რაში აბა სულ ბიჭები რო არიან ხოლმე გმირები ალბათ ბიჭები მეგეთ მირაშიც ასახე ეს ორივე ჰაიდის და მეგეთ ქალი რეჟისორის აღმოჩენილი აბე ხომიტარი ესე იგი ქალი რეჟისორები იღებენ მარტო ქალ გმირებს არა მეგეთ კიდე ჩეხოვიც ბავშვი მიცალის ჰაიაო მიაცალის რომელსაც კიკი აღმოჩინა აი და ჰაიაო მიაცაკი იაპონელი ყველაზე ცნობილი კაცაცაკი აი და კიკის საფოსტოს ესების კიკი დღეს საფოსტოს კიკი უნდა ვაჩვენოთ ჩვენ ის ზუსტად ისე რაღაცებს აკეთებს საქართველოს სკოლაში გასავლენ ეხმარება ხალხს არის ეტაპა მოიცა ჩვენ ასოციაციები ჩვენ მეორე წელს საზღვარგარეთ მოწავიდეთ კიდე ეცი რამდენი მომწავლა იმისთვის რომ გმირი გავხდეთ თქვენ გონეთ ასე მარტივად არის საქმე თქვენ არ გახსენებთ კიდე რომელიმე გმირი მაგალითად მერიდა აი კიდევ ერთი ქალი გმირი რომელიც ფილმში არსებობს გოგონა კი მერიდა ჩავთოთ მერიდა მერიდას რეჟისორი ვინ არის მარკ ენდრიუ შეხედეთ რა მაგალითად ვა ეს ის არის დეტალები მოდი არა რა როგორ ის სუპერ რამაგარი უბრალოდ ძლიერია
კარგია რომ გაგახსენეთ რომ ეს არის Pixar-ის სტუდიის ყველაზე პირველი ანიმაცია რომელიც გვირქალზე გადაიღო. აუ Pixar-ზე ცნობილი მახსენდება ხოლმე კიდე ის რო არის ეროცინა თემაგან. ნემო? ეგ ბიჭია ხო ეგ არის. მაგრამ მან დორიცა. დორიცა. კი, არის. ჩავთოთ აი ხა დორიცა. გამი ესე გარბი არა წამოსის რა. აბე რა. ხოხედა ვინ ხანები არსებობს ფილმებში არა? ეს ვიდეო ხანჯარებული. მაგრამ იქ ხალხა. ორი მაშინ ესე მოვიდა. ეხლა თქვენ დასახელეთ ადგილები დაიკავოთ. იცით რა ის თან ძალიან მიჩქარს რა. ხო. ჩემი პროფესორი დისციპლინაში ძალიან კაცია. თუ დავაგვიანე აი ეს იგი ძალიან საერთოდ დაი. მოდი ესე დასახელეთ. ბავშვები ჩვენ გვაგვაჩნიეთ გვირიქალები არსებობს ფილმებში. გოგოები. ისე როგორც ბიჭები. ხო? მაშინ გასწრებთ დავიწყოთ ფილმი. ესე ჩვენს. მე